ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერ მომსახურებაზე პასუხისმგებელია საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი. ცენტრის მიზანია სკოლებში ჩარიცხული მოსწავლეებისთვის, მომავალი პირველკლასელებისთვის, პროფესიული განათლების აპლიკანტებისთვის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების გაწევა. კონსულტირების მომსახურების მიღება ასევე შესაძლებელია სკოლის წარმომადგენლებისთვის და მშობლებისთვის, კანონიერი წარმომადგენლებისთვის. ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურება ასევე მოიცავს სპეციალიზებულ საკონსულტაციო მომსახურებას სმენის, მხედველობის, ქცევის, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების მიმართულებით. სერვისი მხარდაჭერილია სახელმწიფოს მიერ და სრულად უფასოა მომსახურების მიმღები პირებისთვის. დამატებით, ცენტრი თავისი საქმიანობის ფარგლებში ზრუნავს სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურების განვითარებაზე, როგორიც არის ინტეგრირებული კლასების მომსახურება და რესურს სკოლების განვითარება. მომართვა ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებასა და კონსულტირების მომსახურების მისაღებად უნდა განახორციელოს მშობელმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ინდივიდუალურად ან სკოლის ადმინისტრაციის შუამდგომლობით. ასევე მომმართველი შესაძლოა იყოს სრულწლოვანი პირი. ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირებისას განისაზღვრება აქვს თუ არა მოსწავლეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, ასევე ზუსტდება დამატებით, რა ტიპის მხარდაჭერა ჭირდება მას სკოლის გარემოში, განათლების მიღების პროცესში, მაგალითად, სასწავლო პროგრამების ცვლილება, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, სპეციალისტის ჩართულობა, სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ასისტენტი, ჟესტური ენის თარჯიმანი და ასე შემდეგ. დამხმარე საშუალებების მიწოდება, როგორიც არის ადაპტირებული მერხი, გარემოს მორგება, მაგალითად კედლის ფერი, ლიფტი, პანდუსი, აკუსტიკა და ასე შემდეგ. ცენტრში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს საჭირო ინფორმაცია.